1999 წლის 23 აგვისტოს ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოსახლეობამ შექმნა 600 კილომეტრის სიგრძის ცოცხალი ჯაჭვი, რომელშიც მონაწილეობდა 2 მილიონამდე ადამიანი. რის შედეგადაც სიმბოლურად ერთმანეთს დაუკავშირდა რესპუბლიკების დედაქალაქები რიგა, ვილნიუსი და ტალინი. აქცია გაიმართა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის 50-ე წლისთავზე და მისი მიზანი იყო მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ ისტორიული მოვლენისადმი, რომელმაც შეცვალა ბალტიის ქვეყნების ბედი. პაქტის საიდუმლო მუხლების მიხედვით საბჭოთა კავშირმა და გერმანიამ გაინაწილეს გავლენის სფეროები ევროპაში. ბალტიის გზამ დაანახა მსოფლიო საზოგადოებას ბალტიისპირელი ხალხის საბჭოთა კავშირის იმპერიიდან გასვლის მისწრაფება. დემონსტრაციის შემდეგ ლიტვამ პირველმა გამოაცხადა საბჭოთა კავშირიდან გასვლის შესახებ. ამ გრანდიოზული აქციის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ღონისძიება ბალტიის ჯაჭვი 30 გაიმართა. უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს შორის გაკეთდა ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც სიმბოლურად ბალტიის გზას გამოხატავდა. ამ ფორმით ბალტიისპირეთის მოსახლეობის მშვიდობიან აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს საქართველოს ოკუპაცია. 1989 წელს ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჩატარდა აქცია, სადაც დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქცია ემსახურებოდა მშვიდობას და დამოუკიდებლობას. დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება ამ აქციას და ჩვენს გავაკეთეთ ცოცხალი ჯაჭვი მშვიდობის და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ. ჩვენ ავღნიშნავთ აი დიდი ისტორიული მოვლენის ბალტიისპირელების მიერ აი ამ ცოცხალი ჯაჭვის მოწყობას 2 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა. ღონისძიებამ დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა. ცოცხალი ჯაჭვი ჩვენთვის იყო ძალიან დიდი სტიმული. ჩვენ ხარდაჭერა გამოვხატეთ მის და მის სოხუმში, სპეციალური ღონისძიება ჩატარდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებოდით ბალტიისპირელების დამოუკიდებლობის გამოცხადებას, იმ დამოუკიდებლობის აღიარებას. დღეს ბალტიის ქვეყნები ჩვენთან არიან, ჩვენს ბრძოლაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ევროპული მომავლისთვის. დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლა პედაგოგიურ გუნდთან და მოსწავლეებთან ერთად, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ და ვთქვათ არა ოკუპაციას. ორი კვირის წინ დავამთავრე ჩემი ლაშქრობა. სიმბოლური ხიდი ავაშენე ლიეტუვასა და საქართველოს შორის, ვილნიუსიდან ფეხით ჩამოვედი თბილისში. მნიშვნელოვანი დღე არის და ძალიან საჭიროა, რომ ჩვენ ეს გავიხსენოთ, არ დავივიწყოთ. ამ ჯაჭვით ქართველები იზიარებენ ლიეტუვასა, ლატვიასა და ესტონეთის პოზიციას, რომ ეს ოკუპაცია ახლავე უნდა მორჩეს. აი გამარჯვებული ხალხი, რომელმაც სოფლიოს აჩვენა მაგალითი ერთიანობის, თავისუფლების, სახელმწიფოებრივი აზროვნების, მაღალი პოლიტიკური კულტურის თავისუფლებისადმი სიყვარული და ამ სიყვარულს მათ შესწირეს ყველაფერი. ეს არ იყო მხოლოდ გამოხატულება პატივისცემის მათი. ეს იყო ჩვენი ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის და პროტესტის ნიშანი. ჩვენ დავძლეთ ამ ოკუპაციას აი ხელშაკიდებულები, ოღონდ ერთად. ეს იყო სოლიდარობის აქტი, რომელიც ჩვენ მიერ იყო გამოხატული ბალტიის ქვეყნების მიმართ, რომლებმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს საქართველოს მხარდაჭერაში და გაძლიერებაში და ამით ჩვენ გამოხადეთ მადლიერება მათ მიმართ და ძალიან საპატიო და ძალიან სასიამოვნოა, როცა უმაღლესი დონის წარმომადგენლობა ესწრება დღევანდელ დღეს ამ ღონისძიებას. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ერთიანობისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ და სწორედ ამ სიმბოლური აქტით, ხელი-ხელ ჩაკიდებით, ჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ქვეყანას გავაერთიანებთ, მხოლოდ სიყვარულით, მხოლოდ ერთგულებით და მხოლოდ გვერდში დგომით და განსაკუთრებით აქედან მინდა მივმართოთ ჩვენ აფხაზ ძმებს, რომ დავდგეთ ერთად, ვიყოთ ერთიანი სიყვარულში, ის გასაჭირდა უბედურება, რომ ეს გავლილი გვაქვს, იყო ჩვენი ისტორია და ჩვენ უნდა შევეცადოთ და მოვახერხოთ, რომ შევქმნათ ერთობა ევროპულ ოჯახში. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა და აჩვენეს დოკუმენტური ფილმი ბალტიის გზის შესახებ. მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა და ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალდის ზადლერსმა. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ბალტიისპირეთის გზის პატივის მიგებისთვის. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. ეს იყო იმის მაგალითი, თუ ადამიანები გაერთიანდებიან და აქვთ მიზანი, თუნდაც იყვნენ შეუიარაღებლები, შეუძლიათ ბოროტების, იმპერიებისა და ყველანაირი აგრესიის დამარცხება. შეუძლიათ შემოინახონ ის მნიშვნელოვანი ღირებულებები და იდეები, როგორიც არის დამოუკიდებლობა. ამ ღონისძიების შემდეგ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი თავისუფლები იქნებოდნენ. ემოციური იყო ჩემთვის, როდესაც დავინახე ჯაჭვი. მან ნამდვილად დამაბრუნა 30 წლის წინანდელ ემოციებსა და მოგონებებში.
არ არსებობს ლიეტუვური, ლატვიური თუ ესტონური თავისუფლება, ან თუნდაც ქართული თავისუფლება, არსებობს საერთო ღირებულება, როგორც თავისუფლება, რომელიც ყველამ ერთად უნდა შევიგრძნოთ და დავტკბეთ. ლატვია არასდროს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც გარეთ ვნახე. თქვენი არაძალადობრივი დემონსტრაცია შეიძლება იარაღზე ძლიერი იყოს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა და ამავე საელჩოების დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა.